მეფეს არს, პრეზიდენტს არს, პატრიარქს არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართულ ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს გაყიდული საქართველო. მე ვაჟა ოთარაშვილი გახლავარ და ჩემი სტუმრები არიან ბატონი დათო გალეგაშვილი და ქალბატონი ირინე ფხოველიშვილი. შეიძლება ვთქვათ, რომ ბატონი დათო გალეგაშვილი ჩემი თანაწამყვანი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქართულ მიწებთან დაკავშირებით ცხონებულ პაატა კოღოაშვილთან ერთად კაი ხანია ვომობთ და ძალიან ბევრი ბრძოლები გადაგვხდა. დღევანდელი ჩვენი თემაც სწორედ გაყიდულ ქართულ მიწებს, ჩვენ გაყიდულ მიწაწყალს ეხება. მიწაწყალს, რომელიც ყველაზე ძვირფასია და სანუკვარი ქართველი კაცისთვის. მიწაწყალს, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავისი სისხლით, ოფლით, დიდი ომით მოიტანეს 21 საუკუნემდე და აი ჩვენ ვხედავთ, რომ თითქოს გარშემო მტერი არ აჩანს და საქართველო ხელიდან გვეცლება ღვთისმშობლის წირხვედრი საქართველოს ეს ძვირფასი მიწაწყალი და ვხედავთ, რომ გარკვეული სტრუქტურები და გარკვეული პიროვნებები ისე რომ წარფს არ შეიხრიან ქართულ მიწაწყლის გასხვისების ამ შავბნელ გზას დასდგომიან. ეს არის ერის ღალატი და ფაქტიურად ერის ყველა მოღალატე მართლა სიკვდილის ღირსია. უფლის არეშინია ეთყობა ამ ხალხს, რომ ღვთისმშობლის წირხვედრი მიწის გაყიდვის უფლება არავის არ აქვს. ჩვენმა ბრძენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ არავის არ აქვს არც პრეზიდენტს, არც პარლამენტარს, არც პატრიარქს, არც სამოქალაქო თუ სამღვდელო პირს გაყიდოს ქართული მიწა, უმეტეს სხვა ჯულის და სხვა აღსარებლობის ადამიანზე. საქართველო იყო, არის და იქნება ქრისტიანული ქვეყანა, ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ერთგული ქვეყანა. დღეს კიდევ ერთხელ გიმეორებ, ჩემი ძვირფასი სტუმრები არიან დათო გალეგაშვილი, მეცნიერებათა დოქტორი, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რამდენიმე წიგნის ავტორი და მკვლევარი რუსთაველის ბიოგრაფიისა და ქალბატონი ირინე ფხოველიშვილი, ფერმერთა პროფკავშირების პრეზიდენტი, საქართველოს ფერმერთა პროფკავშირების პრეზიდენტი, რომელმაც ასევე ძალიან დიდი ომები გადაიტანა და ზეპირად იცის საქართველოში მიმდინარე ეს შავბნელი პროცესი ქართული მიწაწყლის გაყიდვისა. ბატონო დავით, მე ვფიქრობ ეხლა, მე და თქვენ ორივე ფაქტიურად ტელეწამყვანები ვართ ამ ციკლის და ქალბატონ ირინასთან გადავიდეთ ასეთი კითხვით, საიდან დაიწყო მიწების გაყიდვა? მოდი აი სულ სათავეებთან მივიდეთ და პატარა ისტორია კიდევ ერთხელ მოვასმენოთ ჩვენს ტელემაყურებელს. რამე თუ ამაზე მტკივნეული საკითხი არაფერია. ჩვენ ვსჯელობთ ტრამპმა რა თქვა, ზელენსკი რას აკეთებს, კორეა ომს აცხადებს თუ არ აცხადებს, ირანი ვინ დაბომბა და დიპ სტეიტი რას აკეთებს და საქართველოს მიწაწყალი რო ხელიდან გვეცლება, არავინ არ ლაპარაკობს, არც ერთი ტელევიზია, ქართული ტევეს მეტი ამ პრობლემას წინასწევს. მე გამიხარდა, რომ ჯორჯიან ტაიმსმა გააშუქა ეს პრობლემა, ამას წირა ძალიან კარგად, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია, იმიტომ რომ დიდი ილია ბრძანებს მამული ენა სარწმუნოება. თუ მამული არ გვექნება, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ იქნება. დიახ, საიდან დაიწყო მიწების გაყიდვა? მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის, რასაც მიწის დაცვისთვის თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ ეს ჩემთვის არის ძალიან მტკივნეული, ძალიან სათუთი თემა, რაზეც უკვე წლებია და შეიძლება ითქვას აწლეულებია, რის გამოც ვიბრძვით. საიდან დაიწყო მიწების ასეთი
უთავბოლოდ გაყიდვა. ძალიან ღრმა ფესვები აქვს ამას. მე შევეხები 1992 წელს გამოცხადებულ მიწების პრივატიზაციას, რომელიც თავიდანვე დარღვევით და არასწორად განხორციელდა. მე იმ პერიოდში ვიყავი სოფლის გამგებელი და ძალიან კარგი. ერთი წამით ქალბატონო ირინა, მე მინდა რომ მაყურებელს შევახსენო, რომ ბატონი ზვიად გამსახურდიას პერიოდში შესანიშნავ იურისტს ბატონ ლადო ჭანტურიას დაავალეს მიწის კონცეფციის შექმნა და იქ საერთოდ გამორიცხული იყო მსგავსი სვლები. რაც ეხლა ხდება. ანუ აი სწორედ ეროვნულად მოაზროვნე პრეზიდენტი ბატონი ზვიად გამსახურდია და ეს მაღალი პროფესიონალი და მამულიშვილი ლადო ჭანტურია ზუსტად ისეთ კონცეფციას აყალიბებენ ქართული მიწების თაობაზე, რომელიც სწორედ ეს სჭირდებოდა და დღევანდელ ამ გაუსაძლეს ვითარებაში არ ჩავარდებოდი. სწორედ არა, ძალიან კარგი რომ შემოწყვეტინეთ, იმიტომ რომ მე განმარტებას გავაკეთებ. სწორედ მიწების და არა მარტო მიწების, სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ბატონი ზვიადი გააძევეს ქვეყნიდან, რაც მოხდა გადატრიალების შემდეგ ქვეყანას ხელმძღვანელობდა სამხედრო ხუნტა, აღარ არსებობდა აღარ მთავრობა, აღარც პარლამენტი, არაფერი და აი სწორედ ამ პერიოდში ამ სახელმწიფო ქონების მათ შორის მიწის პრივატიზაციის განკარგულებას ხელს აწევს პრემიერ-მინისტრი სიგუა. არ არსებობს მთავრობა. ეს ძალიან ღრმა თემაა, ამას შეიძლება ერთი გადაცემაც კი არ ეყოს, მაგრამ მოდი გამოვყვეთ იმას შემდეგ რა მოხდა. პირველი ეს მოხდა ის, რომ მიწების ფრაგმენტაცია მოხდა და ყველაზე მნიშვნელოვანი განსაკუთრებული საუკეთესო მიწები დაკუცმაცდა, დანაწილდა და გადავიდა მოსახლეობის ხელში, მაგრამ მიწას უნდა მიყოლოდა სხვა დამატებითი საშუალებები, ტექნიკა იქნებოდა ეს თუ მარცვლეული მის მოსაყვანად და ასე შემდეგ. მელიორაცია და ასე შემდეგ. მელიორაცია პირიქით, ჩვენ და სამწუხაროდ, ალბათ ესეც ქართული მენტალიტეტია, იმიტომ რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებში ყველა, ჩვენ მეზობელი აზერბაიჯანში, ყველგან შეინარჩუნეს აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ ჩვენთან რაც იყო მიწაში და რაც იყო მიწის ზევით მელიორაციის და საერთოდ სადრენაჟო სისტემის ყველაფერი თურქეთში იქნა გადანილი. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება თურქეთის აღზევება და საქართველოს სოფლის მეურნეობის და ქვეყნის დაკნინება. გადავიდეთ უკვე შემდეგ 2003 წელს შეიცვალა შევარდნაძის მთავრობა. ის ბრძოლები რაც ჩვენ გადავიტანეთ იმ პერიოდში, რომ ასე ძალიან არ დაკუცმაცებული ხო მიწები, მაგრამ მაინც ვერ მივაღწიეთ, შედეგი ვერ მივიღეთ და 2004 წელს პირველი სერიოზული დარტყმა მიიღო მიწებმა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ პირველი დარტყმა გადახორციელა მიწის მართვის სამმართველოზე. 2004 წელს გაუქმდა ეს დიდი ორგანიზაცია, რომელიც მთლიანად განკარგავდა ქვეყანაში არსებულ მიწებს. და ამ მიწის განკარგვა გადავიდა იმ დროს ვანო მერაბიშვილის მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციაში. ყველა საოცარი დოკუმენტაცია, რაც რამე იყო, მე ამაზე სპეციალური გადაცემაც მაქვს გაკეთებული, ეს საკადასტრო რუკები იყოს, მიწათსარგებლობის რუკები თუ სხვა, ყველაფერი იქნა განადგურებული. არიან თვითმხილველები, როგორ ხდებოდა ამ საუკეთესო საარქივო მასალის გადმოყრა შენობებიდან და განადგურება. მე შევხვდი საგარეჯოში 95 წლის ყოფილ მიწათ მომწყობს გადაცემაში წავდა, რომელმაც აი ამის თაობაზე ისაუბრა, მასე პირად იცოდა ყველაფერი, დამავიწყდა ახლა სახელი და გვარი. კი, ბატონი ალექსანდრე, მეც მყავს ის ბატონი ჩაწერილი. ბატონი ალექსანდრე, საოცარი პიროვნება, რომელმაც ფაქტიურად დაადანაშაულა ვანო მერაბიშვილი ამ საქმეში და გარეჯის თემაზე ქონდა, გარეჯის თემაზე ძალიან სერიოზული შეხვედრა ქონდა ჩვენ ამ პიროვნებასთან. და მეორე სერიოზული დარტყმა ეს იყო 2006 წელი, როდესაც სოფლებს სტატუსები წაართვეს. როდესაც სოფელს მოუსპეს იმის საშუალება, რომ ყოლოდა თავის მიერ არჩეული ხელმძღვანელი, რომელიც მის პოზიციას დაიცავდა ყველგან. სტატუსის წართმევასთან ერთად ყველა სოფლიდან იქნა ამოღებული
ის მნიშვნელოვანი დოკუმენტები, როგორიც არის ზონა გაყრილი წიგნი, საკონდო დავთარი და მთელი ის ნუსხები, რაც კი შექმნილი იყო საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული იმ დღემდე. დიდი ნაწილი ამ დოკუმენტების არის განადგურებული და მცირე ნაწილი არის შენახული არქივებში. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვინდა რა ვიღაცა პიროვნებაზე არსებული მიწების ან ქონების გარკვევა, პასუხს ვიღებთ არქივიდან, რომ ჩვენთან არ ინახება და ჩვენ თვითონ ვართ მოწმეები იმის, როგორ ეყარა ზეწვიმაზე ეს არაჩვეულებრივი დოკუმენტები და როგორ ტებოდა და ფუჭდებოდა. და აი ამ პერიოდში უკვე ბენდუქიძემ გამოაცხადა, რომ ყველაფერი უნდა გაიყიდოს. არ არსებობს არანაირი სტრატეგიული, რაც გასაყიდია, თუნდაც სინდისი უნდა გაიყიდოს. ამას მოყვა სააკაშვილის ძალიან მაპატი სიტყვა უნდა ვთქვა, მაგრამ რა თქმა უნდა ბჭყალებში გენიალური გამონათქვამი. ქართველებმა შრომა არ იციან, უცხოელები უნდა შემოვიყვანოთ, რომ ქართული მიწები დაამუშავონ. აი აქედან იწყება ჩვენი დიდი უბედურება. ქაოსი მიწათსარგებლობის არანაირი დოკუმენტები არ არსებობს, ქაოსი სოფლის მეურნეობაში პრივატიზირებული მიწები მიყრილი და გაუბედურებულია, იმიტომ რომ ტექნიკა და დასამუშავებელი საშუალება არ არსებობს, მაგრამ კიდევ ვერ მოხდა ქართული მოსახლეობის გატეხვა. ამიტომ ახალი სპეცოპერაცია დაინიშნა. ეს იყო ეგრეთ წოდებული სახელმწიფო პროგრამა სიმინდის და ხორბლის. თუ გახსოვთ თქვენ, შემოიტანეს სიმინდის პიონერის რაღაც პარტია, ჰიბრიდული ჯიშები, რა დროსაც მინიმუმ ჩვენ ამ საქმეს შევისწავლეთ და სასამართლოზეც გქონდა არაერთი საქმე, მინიმუმ 3000 ფერმერი დააზარალა. ანუ 3000 ოჯახი. ამ პატარა ქვეყანაში. და თითო ოჯახში ჩვენ თუ ვიანგარიშებს სულ მცირე 3 ადამიანს წარმოვიდგინეთ რა ციფრზე გავდივართ. და ეხლა რა ხდება? იმის გამო რომ იძულებით მიწა ვისაც ქონდა, თუ გინდა რომ მიწა არ წაგართვათ, უნდა დათესოთ ეს სიმინდი. და რადგან ფული არ იყო იმისი, რომ სათესლე მასალა შეძენილიყო, აქ უკვე გამოჩნდნენ სადაზღვეო კომპანიები და ბანკები. ჩადგნენ ფერმერსა და ამ შემომტანს, რაც ქვია სიმინდის შემომტან ორგანიზაცია. მაღუთის გაკეთებაც დაიწყეს. და კაბალა, სერიოზული კაბალა დააკისრეს ფერმერებს. მოდი მე ვიხმარ სიტყვას მეურნეებს, იმიტომ რომ ჩვენ ფერმერები ცოტა დიდი მნიშვნელობა აქვს ფერმერს და ჩვენთვის უფრო მეურნე უფრო კაია მისაღებია. და ყოველთვის უფრო ხშირად მეურნეს ხმარი. მოსავლის აღების დროს მოსავლის აღებამდეც უკვე ფაქტის წინაშე დავდექით, რომ არანაირ მოსავალზე ლაპარაკი არ იყო. ზოგიერთი სადღაც 20 სანტიმეტრით აღმოცენდა მიწიდან, ზოგიერთი აღმოცენდა და საერთოდ გარო არ გაიკეთა, ზოგი საერთოდ გაქრა მიწაში და ასე შემდეგ. მაგრამ არანაირი გადავადება, არანაირი პატიება ბანკებმა და სადაზღვეო კომპანიებმა პროცენტის დარიცხვით დაიწყეს თანხების ამოღება მეურნეობიდან. ამ შემთხვევაში უკვე თან როგორ ის კი არ იყო, რომ ისე იყო მიცემული ეს თანხა. თანხის მიღებისთვის იყო ჩადებული უძრავი ქონება. უძრავ ქონებაში შედიოდა საცხოვრებელი სახლი. სერიოზული განადგურება ქართველი ერისა. აი წარმოიდგინე. აი სწორედ ამ პერიოდში ჩვენ მაშინ სააკაშვილი მარტო ამიტომ არის სააკაშვილი გასასამართლებელი რაღაც ხალხთუხებზე და კოსტუმებზე რო ასამართლებენ რა. მთავრობის წევრი. ბევრი რამეა კიდე ამოსაწევი ეგ მარტო ხალხთუხების მინისტრიც ხო ყავდა რომ ამბობდა მამალი ძროხავდა ესო. აი ესეთი დონის კი. და მაგას ერთ-ერთ შეხვედრაზე მომიწია რომ ცოტა მწარეთ მეთქვა მასე რომ მომაშორით მეთქი ეს ძუძუმწოვარი ბავშვი რომელმაც არაფერი არ იცის რა ხდება სოფლის მეურნეობაში. იმ დროს ვერავითარ ორგანიზაციას ვერ შექმნით, მაგრამ შევქმნით ასე იატაკქვეშა ორგანიზაცია გადავარჩინოთ მამული. ეს ხდება 2010-11 წლებია. მაშინ როდესაც ამ მოუსავლიანობას დაემატა საშინელი გვალვა, დაემატა ეგრეთ წოდებული პარაშუტის თაგვები, დაემატა სხვადასხვა დაავადებები, რაც მაქსიმალურად აღრჩობდა მეურნეს. არაძლევდა იმის საშუალებას, რომ ოჯახის არჩენი თუნდაც მცირედი გამოემუშავებინა და ამ დროს უკვე შემოდიან უცხოელები.
სხვათა შორის პირველი ნაკადი ბურების რო შემოვიდა, კახეთი დაიწუნეს. იორი დაიწუნეს. ინტერნეტი არა გაქვთ და დენი არა გაქვთ. ჩვენ იმდენად დაბალ დონეზე ვიყავით, რომ ბურებმა დაგვიწუნდეს. კიდევ კარგია დაგვიწუნეს და წავიდნენ და იორი გადარჩა ბურებისგან. მაგრამ შემოსევა დაიწყო ინდოელების. აქაც ქიზიყელების სიმტკიცე რომ არა, ჩვენ სერიოზული პრობლემა გვექნებოდა უბატონო კუთხეში იმ კასტის შემოსვლით, რომელიც ყველაფერს ჭამდა, რაც დადიოდა და ხოხავდა და ფრინავდა და ხდოდა, მათთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. და ისეთი ცუდი ფაქტები ხდებოდა, რომ ვიტყვი პირდაპირ ეთერში არ მოვერიდები, ერთ-ერთმა ინდოელმა პირდაპირ შუა ქუჩაში წნორში მოისაკა. ამის გამო ჩვენმა ბიჭებმა, ერთ-ერთმა ბიჭმა შენიშვნა მიცადა, იქეთკენ რო შემოუბრუნა, მერე გაარტყა. ამას მოკვა დიდი ალიაქოთი, დაიჭირეს ადგილობრივი მაცხოვრებელი. რა თქმა უნდა, და წნორიდან საქობომდე დაახლოებით 2 კილომეტრი ინდოელი მიდის და ქართულად გვაგინებს. ამ დროს მე ერთ-ერთ ტელევიზიაში პირდაპირ ეთერში შევდივარ დამირეკის მიტყრეს ეს ამბავიო და მაშინ უთხარი დავრეკე პოლიციის უფროსთან და უთხარი ან გამოუშვით მაგ ბიჭს ან ჩამოგაქცევთ თავზე მაგ შუშის პოლიციას. უკვე გადავედი, სხვა გზა არ იყო, სხვანაირად წინააღმდეგობას ვეღარ უწევდით. ეს რომელი წელი 2011? 2012-ის დასაწყისი. 11-ის დასასრული 12. სააკაშვილის დრო. სააკაშვილის პერიოდია. და წარმოიდგინეთ, რომ იმ დროს იმ პოლიციის უფროსმა, იმიტომ რომ ბიჭები ჩვენი მამკაცები დადგნენ ძალიან, ქიზიყელებმა ივაშკაცეს. ამას შემდეგ სხვა რაღაცებიც მოყვა და ინდოელების დიდი ნაწილი წავიდა ჩვენი რეგიონიდან, კონკრეტულად წნორიდან. თორე იქ რომ ჩავდიოდით, ადგილობრივ მოსახლეობაზე მეტი ჩალმიანი ინდოელი დადიოდა. დღეს ალბათ 4-5-აა დარჩენილი. რამოდენიმე დიდი მიწის ნაკვეთი ჰქონდა ნაყიდი, გაერთიანა, უბრალოდ როგორი ყიდა. აი ამ გამწარებული, გაუბედურებული მეურნეები, რომელსაც არ სახლი უნდა გაეყიდა და ან მიწის გაყიდვა ამჯობინეს სახლის გაყიდვას და ჭერის გარეშე ცოლშვილის დატოვებას, აი ამათიდან ნაყიდი მიწებით მერე ეს შეგნებული პროცესია, წარმოგიდგენია. შეგნებული, ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდებოდა, სხვანაირად არა. ეს საოცარი ქაოსი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ 2000-2001 წლები USAID-ის პროგრამით მოხდა პრივატიზებული მიწების აზომვა, იმდენად უხარისხო იყო, რომ დღემდე ვერ გამოგვიყენებია ეს. და გარდა ამისა, ისეთი ეშმაკობა გააკეთეს და სამწუხაროდ ეს დღესაც შემხვდა. აი ახლა სისტემური რეგისტრაციის დროს ერთი ნაკვეთი შეიძლება ის ყოფილიყო 10 მიასედი. იყოფოდა 2-ად ან 3-ად. იმის გამო, რომ თითო ნაკვეთი ამ ზომას უჯდებოდა 50 ცენტი. სამაგიეროდ ჩვენ მიწის მესაკუთრეებს ეს აკანჯველი გაგვიხდა დღესაც. ვიფიქრე, რომ ამ წარსულში ჩაიარა, დამთავრდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღეს სისტემური რეგისტრაციის დროს ანალოგიურ ფაქტსაც დავაწყდე. აი მაინტერესებს, ეხლა რამდენს აძლევენ თითო ნაკვეთის აზომვაში. მაშინ თუ კიდე იაფი იყო მიწის გაერთიანება და ერთ სისტემაში მოქცევა, ეხლა წარმოიდგინეთ რა ხდება. ერთი ნაკვეთის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, რომ შენ ეს შეკრა, ჯერ ცალკე ხო არის, მე უნდა გააკეთო ერთი მთლიანი ნახაზი, ერთი ნაკვეთის რეგისტრაცია ჯდება 300 ლარი. წარმოიდგინეთ. 300 ლარამდე ჯდება ერთი ნაკვეთის ნახაზის გაკეთება. სამი ნაკვეთი რომ გააკეთო, გიჯდება სადღაც შენივე ნაკვეთი, ხო? შენივე. სამივე შენია. პრივატიზაციით ერთი ნაკვეთი რო იყო, რომელიც უნდა ერთ ნაკვეთში გაკეთებულიყო, ეხლა არის გაყოფილი 3 ნაწილად და უფრო მეც გეტყვით. აი მესამე 36 მიასედი. 2 ნაწილი მესაკუთრეს, ნამდვილად მესაკუთრე ვინც არის იმას მიაკუთვნეს და ერთი პატარა ნაწილი 6 მიასედი ისეთ პიროვნებაზეა დაწერილი, რომელსაც იქ საერთოდ მიწის ნაკვეთი არ აქვს. ეხლა ეს ადამიანი უნდა მიიყვანოს საჯარო რეესტრში, უნდა დააწერინო, რომ ეს მისი მიწა არ არის.
მერე უნდა ადგეს სამივე ნაკვეთი გაერთიანო და უნდა გადაიხადო 900 ლარი მარტო რეგისტრაცია. ამისთავი ვისა, რაც ხალხს კაპიკი ფული არ გააჩნია. რისთვის გაკეთდა თუნდაც ეს სისტემური რეგისტრაცია? აი ეს თემაც გადავდოთ, ისევ დაუბრუნდეთ იმას, რამ გამოიწვია მიწების ესეთი გავიდვა. გითხარით მიზეზი. პირველი ეს უნდა მომხდარიყო ქვეყნის უსისხლო ანექსია. ჩვენ და სამწუხაროდ აი დიდი შიმშილობის პერიოდში 1952-60-იან წლებში მოხდა მსოფლიო გადანაწილება. ეს გიგანტები დაჭნენ და მსოფლიო გადაანაწილეს. ჩვენ აღმოჩნდით და მე ეს პირველად რომ წავიკითხე, ხუმრობა მეგონა. ეს არ მეგონა სერიოზული თემა, მაგრამ თურმე სერიოზული ყოფილა. ჩვენ მივეკუთვნებით დიდარ აზიას. და ჩვენთან ვინ შემოდიან? აზიელები, პაკისტანი, ინდოეთი. აზიელები. ჩვენ მივაკუთვნებთ დიდარ აზიას. აი სწორედ ეს პროექტი უნდა განხორციელებულიყო და ამის საუკეთესო საშუალება იყო ის მთავრობა, რომელსაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. მაგრამ ჩვენ დასაუბედუროთ ეს ინერციით მოდის და გრძელდება. გრძელდება ისეთ დონეზე, რომ არ ვიცი, ხშირ შემთხვევაში მეშინია დაფიქრებისაც, იმიტომ რომ შეიძლება ისე მოხდეს საკუთარი მკვდრის დასამარხი ადგილი აღარ დაგვრჩეს. ჩვენ რომ შევხედოთ თვითონ ქართველობის მდგომარეობას, ეთნიკურად ქართველების მდგომარეობას, ძალიან ბევრ რეგიონში ჩვენ უკვე უმცირესობას წარმოვადგენთ. და აი ამ მაგივრად რომ ხელი შეუწყოთ დემოგრაფიული პროცესების განვითარებას, პირიქით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩახშობა მოხდეს, მოხრჩობა მოხდეს დემოგრაფიული ქართველების. ეს ვისაწყობს იმას, ვინც არ არის სულიერად ქართველი. მე დავარქე ქალბატონო ირინე ამ პროცესს შეთქმულება ქართველი არის წინააღმდეგ. ესეა. ეხლა ამას წინათ გავიდა გადაცემა როგორც გარეული მტერი ჯიჯგნის, ისე შინაური მტერი. ეხლა თაღლითი ერეკლე კუხიანიძე რო ამილახვრების სასახლის კომპლექსზე და იმაზე იტყვის კარის ეკლესიაზე რომ მე და ჩემია და რაღაც ჩემი პაპის აშენებულია. აი ამ კურიოზებთან და საძაგლობებთან გვაქვს საქმე. და ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს სამწუხაროდ, რომ ქართველი ერი გადარჩეს შინაური თუ გარეშე მტრისაგან. ყველაზე ცუდი შინაური მტერია. გარეშე მტერს ხედავ და იცი რომ ის მტერია და შეზე მოდის სამდროდ. აი შინაური მტერი, რომელიც გვერდზე გიზის, თვალებში გიყურებს, გიღიმის და ზურგში დანას გიტყავს, მაგაზე დიდი მტერი არასდროს არ ყოფილა. ტყუილა არ უდგავ შახებას. ქართველს ღმერთმა ერთი პირი არ მისცესო. აი ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი და არაქართველები, რომლებსაც გვარები აქვთ გადაკეთებული და სხვა ჯულის ხალხია და სხვა ჯიშის. აბა ჩინელი რო წერეთელი იქნება, ხო არის ასას. ხო არა, მე ხელისუფლებაშიც ვიძახი, არა მარტო გადაკეთებული ჩინელი და ის. იცით რა არის? ხშირ შემთხვევაში ესეც შეიძლება ითქვას, რომ მე სხვა ეროვნების წარმომადგენლები ძალიან ბევრი მყავს, ნაცნობიც, მეგობარიც, კოლეგაც. ქართველობა ეს მარტო სახელი და გვარი არ არის. ქართველობა შინაგანიდან მომდიოდეს. შენ უნდა გტკიოდეს ის ქართული მიწა, ის ქართული ჰაერი. ქართველობა. ქართველობა ეს სხვა რამეა. ეს არის უდიდესი ტვირთი და უდიდესი სიამოვნე. ეს უნდა გტკიოდეს, ეს უნდა გჯეროდეს, ეს უნდა გინდოდეს. სახელი და გვარი არაფერს არ შვილის. ყველაზე დიდი დანაშაული სწორედ ის არის, რომ თუნდაც იგივე პასპორტში ეროვნება მოიღოს. და მამის სახელი. ყველა ერთნიოდ. მამის სახელი როცა ჭირდება, მამის სახელს კითხულობენ. ხო, მამის სახელი და ეროვნება ამოიღეს შეგნებულად. ვითომ ვიღაცა ჩავარდებოდა, მაშინ უხერხულობაში ჩავარდეს. ის რაც გააკეთა იმ არსახსენებელმა ხელისუფლებამ, ხო? რატომ გრძელდება დღეს ამაზეა? იგივე ხელისუფლებები არიან, ქალბატონო გვარებია შეცვლილი. არ ვიცი, მე არ მესმის. კარგია ბრძოლა გარეშე მტრებზე, მაგრამ ამ გარეშე მტრებთან ბრძოლას ჩვენი ქვეყნის კეთილდღე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა უნდა გადავაყენოთ. აი ხა მე წინ მიდევს 2018 წელს
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მიწერილი წერილი, სადაც ვითხოვ, რომ მაცნობეთ მეთქი უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირსა და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებზე რამდენი მიწა გასხვისებული. და რაც პასუხობენ? პასუხები არის არაჩვეულებრივი. ვინაიდან სააგენტოს მიერ სასოფლო სამეურნეო დანაშაულების მათ შორის კატეგორია შეცვლილი მიწის ნაკვეთების პრივატიზება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან და მათ მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებზე არ განიხორციელებულა, აღნიშნულის გათვალისწინებით შეუძლებელია დათვლილი იქნეს ეს უკანასკნელი ეკონომიკური სარგებლის კომპონენტშიც. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ის აუქციონს რო აცხადებენ. აბსოლუტური სიცრუე, ვინ პასუხობს? ამას მინდა უპასუხო, ვინ არის? ეკატერინე სისაური იყო იმ დროს და ლალი ჭელიძე. რომელი წელია განახლა? 2018. მე ცოტა სიღრმიდან მოვდივარ. ძალიან საინტერესოა. დიდი ხნის დაწყებული ესე იგი, უცხოელებს არავის არ ქონიათ თურმე მიწა? 2018-ში თურმე არ ქონია და აგერ ბატონო მიდევს ჩემწინ 2011-ში გასხვისებული მიწის თელავის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ჰექტარი, სადაც პირდაპირ უწერია, რომ 3 წლის ვადაში განახორციელოს აგროტურისტული კომპლექსის მშენებლობა, რაშიც უნდა დახარჯოს 1 მილიონი და თუ სხვაზე გადააცხვისებს, ეს პირობა მასაც უნდა გადახვეს და გადაწხვისებული აქვს. აი, აგერ არის პატარ-პატარა ეროვნული სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ქალბატონი ეკატერინე სისაური პასუხობს ჩვენ, რომ თურმე უცხოურ კომპანიებს და უცხოელებზე არც ერთი კვადრატული მეტრა მიწა არ ყოფილა. სასოფლო სამეურნეო მიწა არ ყოფილა. არც იქნება, იმიტომ რომ კატეგორიას უცვლია. კატეგორიას უცვლით, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწად გადაყავთ, თორე აგერა ქვემო ჭალის მაგალითი ფირმა ალმურუჯი. ფირმა ალმურუჯი, სადაც 130 არაბულ იმაზე დაყავით პატარ-პატარა 6 და 7 მიასეთ ნაკვეთებს და 130 თუ 129 არაბეთის მოქალაქეებს მიეცით ეს მიწები. რომელზეც სასამართლო გაქვს მოგებული. როგორ არ აქვს ხვენიათ რა რის ფასად ყიდით სამშობლოს და საერთოდ სამშობლოს გაყიდვა რაიმეს ფასად შეიძლება მაღლა ღმერთის არ გეშინიათ. უხრად დაგჭებათ ეგ დოლარები და მილიონები რა. ახლა 2011 წელი ახლა ჩვენ გუშინაც იყო ნახსენები აკადემიაში ჯუღაანი თელავთან მიმდებარე ტერიტორია. ეს გარშემო რასაც შეხედავ, ეს ყველაფერი არის სასოფლო სამეურნეო. არის სახნავს სათესი და საძოვარი. აი ეს მონაკვეთი, რაც იმ არაბია თუ რა ვიცი სადაური იმ ხელასახელი აქვს მე წავიკითხო. მაჰერ აჰმედ ჰასან აბ ალმაჰმან სალიმ. ეს არის ჯურღანი. წარმოიდგინეთ, შუა კახეთში ეს ყველა ეს მონაკვეთი გადაყვანილი არასასოფლო სამეურნეო მიწის კატეგორიაში და გასხვისებულია. გარშემო არის ეს სოფლები აშენებული უკვე. კი, რაც კომიტალაში ვერ მოაწყვე. აი ეს არის. ეს ხალხი არის დასაჭერი. ეგ ნაფარეულის და იმის. აი ეს ეკონომიკის სამინისტროს და ქონების ეროვნული სააგენტოს აი ეს ხალხი არის კრიმინალი. აი ვიც ეს გააკეთა. ესე იგი გარშემო სასოფლო სამეურნეო მიწები და უცბად შიგნით სადაც ეს არაბული სოფელია თუ ირანული სოფელი. სახლებია აშენებული. სახლებია აშენებული. არასახლები აღარ შედიან. ეგეც მაქვს, მაგათი კოდებიც მაქვს. ნებისმიერ შეუძლია ნებისმიერ დროს სალოცავი ააშენეს, სასწავლებელი ააშენეს, რესტორანი ააშენეს. ყველაფერი. ესე იგი კახეთი გაწყდა 1613, 1616, 1618 წლის შემოსევებში მთელი კახეთი თავის ოჯახებიანა თითოეული ოჯახი ომობდა, რომ არ შემოეშვა შაჰ-აბასი და ისა ირანელთა ლაშქარი და ესე იგი სიახლოვეს ვერ მიყვა. 50 თუ 70 სახლი ჩუქნია და პირდაპირ ქართულ მიწაწყალს. ვინახარ თქვენ გარეწრებო რა. გარშემო აქვს გაკეთებული ამას გალავანი. ვერ შედიხარ ეგ. ვერ შედიხარ. და გალავანზე იმდენად მაღალია, რომ ვერ ხედავ იქით რა ხდება და არის დაცვის ქვეშ. დაცვის პოლიცია. ყველაზე დიდი უბედურება რაც არის, ერთსა და იმავე დანაშაულზე.
შეიძლება ქართველმა უფრო ნაკლები დანაშაული ჩაედინოს ვიდრე უცხოელმა, იმას პასუხს არავინ არ სთხოვს. ხო, ჩვენი პოლიცია ჩვენებს იჭერს. მიწასთან გვასწორებ. ახლა მეორე მომენტს გეტყვი. ერთად ახალი ამბავია. ეს ბოლო პერიოდია უკვე 2020 ეს არის 2024 წელი. იმის გამო რომ ზოგიერთი რწმუნებული მე რა რომ დანიშნულია რწმუნებული ხო ის მაინც თავისუფლის ინტერესებს ატარებს და წინააღმდეგობას უწევს თავის მიწების გასხვისებაზე. ესეთი პრეცედენტს წავაწყდით ერთი სოფლის ნაკვეთები და ის თქვენ გუშინ მოგეცით სურათი ერთი სოფლის ნაკვეთები საკატასტრო კოდებიც მაქვს აი ამაში დევს თვალწინები კი აქ უნდა იყოს აი ეს ნაკვეთი ერთი სოფლისა ეს ნაკვეთიც აი ეს ნაკვეთიც და ეს ნაკვეთი და ეს თლიანად არის ერთი სოფლის ტერიტორია საძოვარი გადაიყვანეს სახნავში იმიტომ რომ საძოვრის გასხვისება არ შეიძლება და მიაკუთვნეს მეორე სოფელს აი როკა გაჩვენეთ აი საუბარია აგერო ეს არის 7 ჰექტარი ეს არის 13 ჰექტარი შეუცვალეს კატეგორია საძოვრებს და გადაიყვანეს აი ეგ თქვი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენებაში რომ ეს ყაჩაბური სქემა ეკონომიკის სამინისტროს და ქონების მართვის სააგენტოსი არის ყველგან ერთნაირი. ვითომ ინვესტიცია შემოაქვთ, ვითომ ტურიზმის განვითარებას ხმარდება ეს ყველაფერი და სინამდვილეში შენდება არაბული, ირანული უცხოური სოფლები. აი ამ უბედურებაშია საქართველო და გუშინ მერე ბატონმა დიტო ჩუბინიძემ ჩვენმა მეგობარმა სტატისტიკა რო წაგვიკითხა თმები ხალხზე დაგვიდგა ხალხო ესე იგი ფაქტიურად ძალიან ცოტა ხანში ამას არ უნდა 10 წლები რამდენიმე წელიწადში საქართველოში ქართველობა იქნება უმცირესობაში ეხლა ჩემი თანასოფლელი უხუცესის ნათქვამი გამახსენდა შვილო ჩვენ მაგათ როგორ უნდა შევეჯიბროთ 2 დაწვებიან და 5 დგებიანო აი დღეში ვართ ჩვენ ჩავარდნილები ის ქიზიყელი კაცია გულალალად თქვა თავისი სათქმელი ერთია რომ ჩვენ მცირდებით და მეორეა რომ ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ანთან ყველაზე მთავარი ის არის რომ უნდა დაიკეტოს საზღვრები არ უნდა შემოვიყვანოთ ეს უცხოელები და ვინც არიან ესეც უნდა გაუშვათ იცით რა არის გაშვება კი არა აი თუნდაც იგივე ფაქტი რომ ვთქვათ ყველა პირობებს უწყობენ სასაცურეს და რასაცავად. აქ რო წერია, რომ აუცილებლად უნდა ჩაედო 1 მილიონი 3 წლის განმავლობაში აგროტურიზმის განვითარებისთვის და რომ არ განავითარა. ეს ხო პირობის დარღვევა. რა თქმა უნდა, უნდა გაუშვათ. ეს ხო ჩამოყმების საფუძველია. ნაციონალიზაცია უნდა მოხდეს მაგის. აუცილებლად, რა არის იცი? ძალიან ბევრ კარგ კანონს ვიღებთ. მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ კანონის აღსრულება არ ხდება ისე, როგორც უნდა მოხდეს. სამაგიეროდ ჩვენზე, ქართველებზე კარგად სრულდება. ხა გეტყვით ერთ საოცარ ამბავს. საზღვრისპირა ფერმერები, საზღვრისპირა მიწები. გამოსყიდვას არ ეკმდებარებოდა მეც ერთ-ერთი ამ მიწის მფლობელი ვარ და არა მესაკუთრე. სახელმწიფოსგან გვაქვს აღებული 50 წლიანი იჯარა. სიტყვაზე. სადაც ხელშეკრულებაში დევს რამდენი უნდა გადავიხადოთ ყოველ თვე. აღმოჩნდა რომ რიგითი მეურნე, რომელსაც საკუთრებაში აქვს მიწა მიღებული, ჩეხო საგადასახადო კოდექსის კატასტროფა მიწებთან მიმართებაში დისკრიმინაციულია და რა ვიცი, ესეც 2005 წელს მიღებული 2020 წელს კატასტროფულია. ესე იგი, უნდა გადაიხადოს იჯარის გადასახადიც, ვისაც იჯარით აქვს მიწა აღებული და პლუს უნდა გადაუხადოს სახელმწიფო ქონების გადასახადი. ეს იმას ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვა მიწაზე, ადგე და წამოხვიდე. წერ მოგიდგენია. იჯარით რომ მაძლევის ჩემი ხო არ არის. რა თქმა უნდა არ არის შენი. ეს არის იჯარი. ვინც მესაკუთრეა და 5 ჰექტარამდე არის ისინი ხდიან ამას? უნდა გადაიხადონ, ხო უნდა გადაიხადონ. ჯერ აქაც დიდი უბედურება რა არის. 2005 წლის საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ მოხდა ასეთი დანაშაული. მე ამას კურიოზს ვერ დავუძახ. ეს არის დანაშაული. 2004 წლის ჩათვლით იყო კატეგორიები მწირი, საშუალო და კარგი. შესაბამისად გადასახადიც იყო დიფერენცირებული. არ შეიძლება ახლა თირ მიწაზე მოსავალი მოყავდეს კარგი ადამიანს და ვიღაცას შავ მიწაზეც
მოსავალი მოყავდეს კარგი. 2005 წელს მოსპეს ეს დაყოფა კატეგორიების და სულ ყველა ერთ კატეგორიაში გააერთიანეს და წირი და კარგი მიწის მესაკუთრე იხდის 10 მაგად გაზრდილ გადასახადს. თუ საშუალო გადასახადი იყო 23 ლარი 1 ჰექტარზე, ეხლა იხდის 86 ლარს. კარგი მიწის იყო 36 ლარი, ისიც იხდის 86 ლარს. იმას, რომელსაც ცუდი მიწა აქვს და დაბალ მოსავალს იღებს. იმას იქით ხელი შეწყობა უნდა თუ დაყაჩარება. ეს გადასახადო კოდექსი რო გიდევს წინ და სოფლის მეურნეობა არ ვითარდება. კითხვა ხო უნდა გაჩნდეს, რატო არ ვითარდება? ხალხო რინა, მე დავამატებ ახლა ერთ რაღაცას კიდე დასწრებს ბრძანეთ. განადგურებული იქნა არა მარტო ეს დოკუმენტები, რომელიც თქვენ ბრძანეთ, არამედ გაანადგურეს ნიადაგის შესწავლის 10 წლეულების მანძილზე დაგროვილი მასალა. დააწყეს დაანადგურეს. რა ნიადაგწოდნები ყავდა ცნობილები. ძლივს გადავარჩინეთ, მე რო ვიყავი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რაღაცა ნაწილი გარემოს დაცვიდან იყრებოდა და აი იქ რომ მივასწარი თანამშრომლები გაუშვით და გადარჩენილები შემოვიტანეთ. მე რო წამოვედი, წყალი მიაწყდა იმას შენობას დიგომში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ისიც დაიხრჩო ყველაფერი, კაცო. ჩვენ არ ვიცით, როგორც ავადმყოფმა უნდა ეწოდეს ბავშვობაში რა ჭირდა, რა არ ჭირდა, რომ ავადმყოფობის ისტორია რა, ანკეტა რომ უნდა კონდეს. საქართველოს მიწებს ანკეტები აღარ გააჩნია. განადგურებულია მთლიანად, სპეციალურად არის განადგურებული, კაცო. ახლა რა შეეხება ინსტიტუციურ მოწყობას, ხა თქვენ ბრძანეთ და მე მაგას შევავსებ კიდევ რა. სამინისტროების დონეზე არსებობს სოფლის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც უწევია სიტყვა სოფელი, ესე იგი მისი საზრუნავი უნდა იყოს სოფელი და მეურნეობა უნდა იყოს მისი საზრუნავი. მაგრამ ამ სამინისტროს არ აქვს არანაირი კავშირი მიწასთან. აბარა, მაგას ვლაპარაკობ. სახელმწიფო მიწები ეკუთვნის ეკონომიკის სამინისტროს. რომელსაც არ ევალება ინსტიტუციურად და ვერც მოთხოვ პასუხს, რატო არის სოფელი ცუდ მდგომარეობაში. მაგრამ სამაგიეროდ მას გააჩნია მიწა, რომლის გარეშე სოფელი ვერ იცოცხლებს რა. პასუხისმგებლობა არ გააჩნია, ამიტომ ეკონომიკის სამინისტრო, მე ამათ დავარქვი, ხო არის ეკონომიკის მდგრადი, ეს დებილი სიტყვა რო არის, მდგრადი. სიტყვა მდგრადი მოგონილია, აი deep state-ს რო ეძახიან, იმათ მიერად მოგონილი ჩვენისთანა როგვენი სახელმწიფოებისთვის, რომ თქვენ ხართ განუვითარებელებიო, მაგით გქვიათ მდგრადი. მდგრადი მაგას ნიშნავს, წაიგიხარ რაღაცებს მოусმენთ, ეს სპეციალური სიტყვა. ეკონომიკის სამინისტროს მდგრადი ქვია. მოძრაობაში ასე ცოცხლებს. აი ეს არის მდგრადობა. მაგრამ მდგრადი განვითარება თუ გია, მდგრადი განვითარება არ არის. ეს არის მდგრადი შადიმანების სამინისტრო, გასო. მე ხაჩახთა ბანდა დავარ. მე უფრო სოვდაგრებს ვეძახ. ხო. სოვდაგარი. არა, სოვდაგარი კიდე კარგი შექება. თავის ჯიბისთვის არის. ესენი არიან გადამყიდველები, რომელიც იწყება მურვანყრუდან, თემურლენგიდან გრძელდება, შაჰაბაზიდან, აღა მაჰმად-ხანიდან, იმათ არ დაუზიანებია საქართველოს, მასე თქვენ გამოქლიავებულებო, მან ეკონომიკის სამინისტროში. უკაცრავად ეხლა ამ სიტყვაზე რა. ესეთი რეგვენები როგორ ხართ, კაცო? რა შადიხარ? ესენი ვინც არის პირველი მოადგილე, ეს ნინო ენუქიძე. ან ოჯახი არ ყავს, ან ქმარი არ ყავს, რომ გაგაჩერო ნეგამბავი. რა ფული გაშოვინათ ეგეთი ამ იმან, კაცო? და ჯერ იყო და ბენდუკეთის მოადგილე იყო. მე ნაციონალური მოძრაობა რომ აღარ იყო ხელისუფლებაში, მაგათ ეკუთვნოდა კვოტა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიაში, სოკარში. და იქიდან მინისტრები, ძველი მინისტრები და მოადგილეები და ვიღაცები 1-15 კაცი გადალაგდა, უკვე სოკარი უხდიდა მაგათ ხელფასს. ეს რას ნიშნავს, იცი? მე ახლა მიმართავ ქვეყნის ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრო. ეს ადამიანი ვალდებულია ნაციონალურ მოძრაობასთან და ვალდებულია აზერბაიჯანთან, კაცო. რასაც თქვენ მათ გეგმაოთ ეკონომიკის განვითარებას, იმათმა თქვენზე ადრე იციან ეს ინფორმაცია ამისთან თანამშრომლების ხელშეწყობით. მე ახლა ამ ხალხატოს პირდაპირ ხელს ვერ დავადებ, არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ ისი ბიოგრაფია მაძლევს ამაში ეჭვი შეტანის საფუძველს. და ეს ხალი არის ზუსტად ამ ტყუილების გამაფრქვეველი, რომელიც არის ინვესტიცია. ეს იგივე არის რომ დაარქვა ლეკიანობა რო იყო რომ მოկტასებდა ქართველი და ლეკი და გაყიდიდა ქართველ ბავშვს, კახელ ბავშვს, ქართლელ ბავშვს იმაში ისტანბულში და კიდევ სამეგრელოში რო ხდებოდა იქ ქართველები იყვნენ თავარი, მაგ მომდაცალები და გადამყიდველები, ლეკები იყვნენ ტრანსპორტი, წაიღე წამოიღე იყო ყველაფერი. აი რომ დაარქვათ ლეკიანობას ინვესტიცია, ბავშვი რო ფულს გადაიხდიდა ვიღაცა ლეკი ქართულ აზნაურთან. აი ეგ არის ინვესტიცია. რა არის კრეტინიზმი ასეთი? რა უბედურება ტრიალებს, კაცო? თქვენ ამაზე პასუხი მოგეთხოვებათ ბატონმა ვაჟამ ბრძანამ. სანამ იქ მიხვალთ კი არა.
ეს კომისია მონაგონი იქნება, რაც ახლა კარგად მუშაობს ეს კომისია, ბევრი რაღაც საინტერესო ამბავი გამოიტანა. კიდე გამოსტანი ბევრი ამერე ხამთავრებენ მუშაობას, მაგრამ ახალი კომისია რო შეიქმნება, ენუქიზე ის რო იყო, რაგვარი იყო იმაში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე თუ ბრეგვაძე. ეს სოფლის მეურნეობის მინისტრი თავის პირველი მოადგილეა რო იყო შამუგია და აწინაურეს ეროვნულ ბანკშია ხელფასია 1000, მაგას არც უნდა იმუშაოს, არც უნდა მივიდეს იმის ყველა ეს ადამიანი სიცხლის პასუხისმგებლობაში მიეცები თქვენ. ქართული მიწების გაყიდვისათვის და სანამ ესე არ მოხდება კომისიით რა და კომისია თუ არ შეიქმნა და არ გააკეთა თქვენ ხალხი ბახტრიონს მოგიწყობთ. გვარებს და სახელებს და მე მგონი ეგ მოუწევს ამ ხელისუფლებასაც და ყველას ვინც ქართულ მიწაწყალს და ქართულ კულტურის ძეგლებს ყიდის. თუ ესეც ვერ მოხდა და თქვენ ბახტრიონსაც გადაურჩით, მაშინ მე თქვენ ასეთ რამეს შეგატყობინებთ რა. მაშინ უკვე დღეს უკვე მილიონამდე ასული. იმიგრანტი რომელიც თუ რაც ქვია ხო ვინ ჩამოვიდა საქართველოში. ისინი რომ გახდებიან 2-3 მილიონი და რომ იქნებიან მშივრები. დეველოპერებს პარლამენტის წევრებს, ამ ეკონომიკის და იუსტიციის სოფლის მეურნეობის მინისტრებს სახლებიდან გამოკრიან და ეგენი შესახლებიან თქო უბედურები მან. ვისი იმედი გაქვთ, რომელი პოლიცია დაგიცავს 300 კაცი ძგლის მოიგერია და 300 კაცი უსწავლელზე. რა უნდა იმ ახალგაზრდებს მოატყუილეს, ფული მისცეს თუ რა უზოთ, რა უნდა იმ გამოტონებულ ქართველ ბავშვებს ციხეში. როგორ შეიძლება რომ წესროლად ის კიდე კაი უარ მოკვდა არავინ, რომ მოეკლა კი ბატონო, დავიღო ციხეში წლები. გამოიყვანეთ ეს ბავშვები, მიიღეთ ეს კანონი, წინა საარჩევნოდ მაინც მიიღეთ, შეუნდეთ დააპატიეთ, კაცო. ამნისტია გამოაცხადეთ. ის ბავშვები არიან 1000-ჯერ ნაკლები დამნაშავენი, ვიდრე ნინო ელუქის ეკონომიკის სამინისტროში. და მთელი ეს მინისტრები, დაწყებული გიორგი კვირიკაშვილი და გახარიეთი გაგრძელებული კიდე. თქვენ ესენი ვინ გონიათ? ოპოზიციონერები და კვირიკაშვილის კვარტალში ერთხელ გაახსენდება დასავლეთის ღრუბლები და ეს გახარია გამოდის. მაგათმა დაიწყეს ამის გაყიდვა. მაგათ მოთხოვეთ მაგაზე პასუხი. იმაზე კი არა ჩორჩანას 1 მილიონ კვადრატულზე კი არა, მილიარდი კვადრატული მეტრია გაყიდული უკვე. მილიარდი, რომელ ჩორჩანას მილიონზე ლაპარაკობთ თქვენ. 1 მილიარდი მოთხოვეთ ეკონომიკის მინისტრებს, მათ პირველ მოადგილეებს, სოფლის მეურნეობის მინისტრებს, მათ პირველ მოადგილეებს და იუსტიციის მინისტრებს კიდე. კონსტიტუციის 19 მუხლი ვიღოვა. ამაზე ღია წერილები დაიწერა და აკადემიკოსებმა ეს ყველაფერი გაზეთში გამოაქვეყნეს 2022 წლის სექტემბერში. ბატონი ვაჟა იყო და ბატონი ცხონებული პაატა გოგოშვილი მაგის თავარი მოთავე და მას მონაწილეობდი ამაში ყველაფერში. არ გვაქვს კონსტიტუციას, რომელიც მიიღო დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონ ირაკლი თქვენ იმედია დაგვჭა გეუბნებით რა. იმის იმედად რომ ეს ნარკომანიასთან ბრძოლა დაიწყო, ბევრ კარგ რაყადას აცხადებთ, ჩვენ არავის იმედი აღარ დაგვჭა რა. თქვენივე მიღებულ საკონსტიტუციო კანონს, თქვენივე, აი ვინც ყავდათ აქამდე ხა დღევანდელებზე, მაგრამ ეს დღევანდელი მინისტრებს არ ეხებათ, ეგენი ახალი დანიშნულები არიან. ვინც თქვენამდე იყო ამ სამინისტროებში, ფეხებზე დაიკიდეს თქვენივე მიღებული კონსტიტუციის მუხლი და ის კანონები, რომელიც ამას ამაგრებდა. კატეგორიის ცვლილება კანონში გაწერილია როგორ უნდა მოხდეს. ამას არ ღვევენ. ეს ინვესტიცია არ არის, ეს ტურიზმი არ არის. რო აშენებ საცხოვრებელ სახლს, ეს ტურიზმი არ არის, კაცო. ეს არის უცხოური არაბული, ირანული სოფლების აშენება ქართული სოფლების მიმდებარედ. ყველაზე საუკეთესო მიწებზე, ყველაზე საუკეთესო ადგილებზე. მე მაინც ეს ნიშნავს რომ დააღჭო ქართველი ადამიანი. მე მაქსიმალურად ვეცდები რომ დავამთავრო, ჯერ 2019 წელს ჩვენი ორგანიზაციამ შევისწავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება, შევისწავლეთ ჩვენთან შექმნილი მდგომარეობა და სახელმწიფოს პარლამენტს წარმოუდგინეთ მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის მოდელი, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ცალკე ორგანო გამოყოფილი, რომელიც დაექვემდებარება გადაცემა თვითონ ამ ძალიან საინტერესო რამ ბრძანა მიწის ფონდის მართვის სახელმწიფო პოლიტიკა. რამაც შეიძლება გადაარჩინოს ეს უნდა შევთავაზოთ. იცით, ჩვენ ვართ აგრარული ქვეყანა. ჩვენ ვერ ვიქნებით მძიმე ინდუსტრიის და რაღაცა ეკონომიკური კოსმოდრომების და გამორიცხულია. ტყუილია ტურიზმის განვითარება ისე თუ არ იქნება სოფლის მეურნეობა განვითარებული და თუ არ მიეხედა სოფელს და სოფლის მეურნეობას ღირსეულად, არც ტურიზმი განვითარდება, არც არაფერი და თქვენ რაც ძადით აი ის რაც იყიდება უცხოელებზე, ეს ჩემთვის არის ქვეყნის ანექსია. ნებაყოფლობითი
უსისხლო ანექსია. რა თქმა უნდა, და სწორედ აი ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. მე მჯერა რომ რაღაცა მიხვდებიან, რომ ეგრე არ შეიძლება გაგრძელდეს. ქალბატონო ირინა, მე ამას არ ვართულებ. როცა დღეს უკვე 800.000 ადამიანი შემოვიდა და ისინი შვილებს გააჩენენ და სახლი არ ექნებათ. ქართველებს სოფლებიდან კი არა, რომ გააქვთ წყნეთში, რომ გააქვთ თბილისის გარშემო სამსართულიანი, ფეშენებელური, აუზიანი ყველაფერი გამოყრიათ ქოუბედურებო იქიდან დეველოპერებო, პარლამენტარებო, მთავრობის წევრებო გამოყრიან იქიდან ისევე როგორც ჩვენი პატარები გამოყარეს იმ მწვანე საფეხბურთო მინდვრებიდან ეს სპორტის სასახლესთან იქნება კორპუსები, იქნება ვაჟა-ფშაველაზე, იქნება ბარნოვზე თუ სხვაგან და ჩვენი პატარები ქართველები ვეღარ თამაშობენ იქ. იმ სტადიონებზე, რომელიც მერიამ გააკეთა, სახლებიდან გამოყრიან ამათ. თამაშობენ უცხოელები და პატარები ქართველები ვეღარ თამაშობენ. ასეთ უმცირესობაში ამ მაგალითმა მაინც დაგანახოთ რა შაუბნელი მომავალი საქართველოს თუ ესე გააგრძელა ეკონომიკის სამინისტროს ყაჩაღთა ბანდამ მუშაობა. თემა იმდენად დიდია ეს გადაცემაში ვერ ეტევა, მაგრამ მე რო არ თქვა ეს არ შემიძლია. ქართული სოფლები იცლება და დაცლილია. ჩვენ დავიწყეთ ერთი პერიოდი აღწერა ამ მიმართულებით და იმდენად კატასტროფულ მდგომარეობამდე მივედით, რომ გეუბნები გაგრძელება ვეღარ შევძელით. ჯერ ერთი, მეორე, აი ამ სისტემური რეგისტრაციის დროს ჩვენ დასაუბედუროთ უცხოეთში გადახვეწილი ქართველების მიწები აქ ვიღაცებს მიაკუთვნეს. მათ ჩამოსასწრო ჩამოვიდნენ საკუთარი სახლის ეზოც კი შეიძლება ახლა დახვდეთ. იმდენი დარღვევაა გაკეთებული. ამასაკე მიხედვა უნდა. ამიტომ მიწის თემა ჩვენთვის განსაკუთრებით აი იმ ძველი ჩემი თანამებრძოლებისთვის ამოუწურავი თემაა და ასე ადვილად ქალბატონო ჩვენ გამოსავალი შევთავაზოთ შემდეგ გადაცემაში როცა იქნება თავრობას რა უნდა გადაცემაში ჩვენ მოკეთის პოზიციაში ვართ, არ გეგონოთ ჩვენ მტრები ვართ, ან რაღაცა ქვეყნის დააქცევა გვინდა პირიქით. დიდი სატკივარი და დიდი ტკივილი და დიდი სიყვარული ჩვენი მიწაწყლისა გვალაპარაკებს ხალხო. და ეს გაცხარებაც უნდა გვაპატიოთ, იმიტომ რომ ჩვენი წინაპარი ხმლით ხელში თავს კვეთდა მოღალატეს. ჩვენ ყოველ შემთხვევაში ხმლებით არ მოვდივართ თქვენი თავის მოსაკვეთად. მომავალ გადაცემაში ჩვენ გამოსავალს შემოგთავაზებთ. იგივე მიწის ფონდის მართვის სახელმწიფო პოლიტიკა და ზოგადად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პოლიტიკა როგორ უნდა წარიმართოს, რომ დავიცვათ ქართული მოსახლეობა, დავიცვათ ქართული სოფლები, ჩვენი მიწის ფონდი, ის უცხოელები რო არიან შემოსულები აქ და რო არ ასრულებენ იმ ხელშეკრულებას როგორ გამდევნოთ აქედან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ გადარჩეს საქართველოს იმ კანონმდებლობით რომელიც ჯერჯერობით გვაქვს და ვიფიქროთ უკეთესზე რომ ეროვნული მუხტი ჩაიდოს ყველა კანონში ეროვნული ცნობიერება იყოს ასახული ყველა კანონში რომ სახელმწიფო რომელსაც ივერთა ქვეყანა ქვია გადარჩეს დღევანდელი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა ჩემი ძირფასი სტუმრებიდნენ ბატონი დათო გალეგაშვილი და ქალბატონი ირინა ბხოველიშვილი მე ვაჟა ოთარაშვილი მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით ჩვენი გადაცემათა ციკლი გაყიდული საქართველო ანუ საქართველოს უსისხლო ანექსია გრძელდება ნახვამდის კარგად გრძანდებოდეთ ჩემო ქართველებო არავის არ აქვს არც მეფეს არც რეზიდენტს არც პატრიარქს არავის არ აქვს უფლება გაყიდოს ქართული